თავარი რჩევა რაც მექნებოდა დამწყებთათვის, ანუ ვისაც სურს რუტინაში რაღაც პროდუქტის ჩამატება, არის ის, რომ ერთდროულად არ დაამატოს ბევრი პროდუქტი. იმიტომ რომ ეგეთ შემთხვევაში თუ კანზე გაღიზიანება მოხდა, წარმოუდგენელია გაიგო რეალურად რამ გამოიწვია ეს გაღიზიანება, ხო? ამიტომაც ჩემი რჩევა ხოლმე რომ კვირაში ერთი პროდუქტი დაამატონ და იმ ერთ პროდუქტს დააკვირდნენ, იმ ერთ პროდუქტის მოქმედებას და თუ არ გაუღიზიანდათ კანი, მერე შეუძლიათ, თქვათ, მეორე და მესამე პროდუქტის დამატება სურვილისამებრ. რაც შენი კითხე მართალია, რომ აუცილებელი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ვისაც ჩემნაირი მგრძნობიარე კანი აქვს და არ სურს მთელ სახეზე გამონაყარი, ურჩევნია პატარა ადგილას, თქვათ, მე ამ უბანზე ვისვამ ხოლმე, იმიტომ რომ ისედაც ჰორმონალური გამონაყრისკენ ვარ მიდრეკილი და ქვედა მხარეს მაწუხებს ხოლმე გამონაყარი და აქ თუ არ გამიღიზიანდა და არ დამაყარა, ვიცი რომ მთელ სახეზეც შემდეგ უპრობლემოდ მიიღებს ჩემი კანი. ამიტომაც აი ამ უბანზე ვისვამ ხოლმე, ვაკვირდები 24 ხან 48 საათის განმავლობაში გააჩნია ინგრედიენტს და პროდუქტს. თუ ალერგიული რეაქცია მალე ჩანს. ხო, და მაშინვე აგიწიწდება ან გამოგაყრის ან აგექავება, მაგრამ თუ ფორების დახშობას იწვევს, ცოტა დიდი პერიოდი ჭირდება. ამიტომაც შეიძლება უფრო დიდი ხანი ვისვა ხოლმე იმის მიხედვით რა პროდუქტია. და მე როგორ ვინაწილებ მთელ სახეზე. ამიტომაც ერთდროულად არ ჩართონ ბევრი პროდუქტი და დააკვირდნენ კანს. აი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გონია რომ მარტივი გასაკეთებელია, მაგრამ ბევრი არ აკეთებს, არის ის რომ პროდუქტს რომ დაიწყებენ, თუ კანზე პრობლემა გამოჩნდება, უბრალოდ შენი კანი განიშნებს და შენ უბრალოდ ყურადღება უნდა მიაქციო, იმიტომ რომ ბევრჯერ მოუწერიათ, რომ აი ეს დამცავი დავიწყე, რომელსაც 1000 კაცი უწევს რეკომენდაციას და რაც დავიწყე დამაყარა და რა ვქნა. თუ ამ პროდუქტის დაწყების მერე დაგაყარა, ესე იგი შენ ეს პროდუქტი არ გიხდება, კანი ამას განიშნებს. რაღაც ყველაფერს აკეთებს, რომ მიგახვედროს, რომ ეს პროდუქტი არ უხდება, შენ უბრალოდ უნდა მოусმინო და ამოიღო.